ჩემი ხმა სიმღერასავით ჩაესმის პაციენტებს, ამიტომ სიმღერა არ დამჭირდებოდა. ეგ არ ვიცი, მაგრამ საოპერაციოში კლასიკური მუსიკა მომწონს. ალბათ მაქედან გამომდინარე კლასიკურ მუსიკას. საოპერაციაში უსმენდით ვივალდის ზამთრის სიმფონიას. კაი არგი. თან ზამთარია ცივა გარეთ თოვლი. დავით მათიაშვილი, კარდიოქირურგი. I don't know if this აუ როგორი სიღრმისეული შეკითხვებია. არ ვიცი. ხანდახან ძალიან მაგრა რო ვიღლები ხოლმე, ვფიქრობ რომ სხვა მიმართულებით წავიდოდი, მაგრამ ალბათ არა, მაინც საბოლოო ჯამში. ალბათ არაფერს. კმაყოფილი ვარ. ანუ რასაც პაციენტები ამბობენ, აი მაგალითად რეამინაცია აგერ გვერდზე. საერთოდ პლასტიკური ქირურგია მინდოდა აქედან გამომდინარე, მარტივი მისახვედრით. იტყოდა რომ გავასეირნო, იმიტომ რომ სუსახში მაქვს და ავხმარო ჩარჩეს ადამიანი. ნუ აი ეს ანესთეზიასთან არსებული მითები რა. ვერ გაღვიძების და მაგრამ ბევრი რაღაცის ძალიან ჩქარა ათვისების უნარი რომ მქონდეს, მაგარი იქნება. ისაც მაქვს ჩქარა ვითვისებ ყველაფერს, მაგრამ უფრო ჩქარა ავითვისებ. მამა ჩემი არის კარდიოლოგი. ბავშვი ყავდა მოყვანილი, ბავშვთა კარდიოლოგი არის და გაიხადეთო ბავშვს უთხრა და მეო დედამ ოპას. ეს სასწორი. მამა ჩემი ალბათ. ეს ბავშვებიდან ექიმობა მინდოდა. მე ქირურგობა მინდოდა და კარდიოქირურგია რავი არ ვიცი, სირთულეები მომწონდა და რთული გზების არჩევა და კარდიოქირურგია თან ბავშვთა რომელიც მე დავიწყე, ყველაზე რთული ვარიანტი იყო და ყველაზე საინტერესო. ეხლანდელ ეპოქაში ნახდათ არ არის, ცოტა უინტერესო არის ეს ძალიან. ალბათ 50-60 წლით ადრე, როცა ეს ინოვაციები ინერგებოდა მედიცინაში. ძინური დაავადებების მეშინია ყველაზე ძალიან. აი ეგ ხო არ მეც პაციენტი რეალურად და ყველაზე ძალიან მაგის მეშინია, როცა რამე ინსტრუმენტულ კვლევას ვიკეთებ ანას შენ. მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა თუ ეს ყველაფერი კარგად იქნებოდა ახსნილი და გადმოცემული. მართლა მარტივად თვისებ ყველაფერს და ეგ რა მეხმარება ბევრ რაღაცაში. ჩქარა და ცოტა დრო მეხარჯება რაღაცის ათვისებაში. რაც კარგი არის ჩემი პრო. ბატონო როგორ ზანდა. ყველაზე უხერხული მდგომარეობა იურ დამეხმარე სამედიცინო მინისტრში. მარვიც. ვერ ვიხსენებ უხერხულ მომენტებს პაციენტებთან, თორე ისე რამდენიც კი. როგორც აღვნიშნე, მამა ჩემი ექიმია და ყოველთვის უძალიანდებოდი მის რჩევებს. მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა რჩევა რაც მომცა კარიერის მიმართულებით ყველა საუკეთესო რჩევა გამოდგა საბოლოოდ, რაც მაღიზიანებს ხანდახან, მაგრამ ეგრეა სიმართლე. თან ვცდილობ რომ ძალიან პოპულისტური პასუხები არ გაქვს. ყური დაუგდოთ ჩვენ ორგანიზმს და რაღაც მომენტში თუ მოგთხოვს რომ სხვა უნდა დაუგდოს ჩვენ ორგანიზმს ყური, უნდა მივიდეთ იმ ადამიანთან, ვინც ამას იზავს, ანუ ექიმთან. თუ ჩავთვლით რომ ექიმი გჭირდება, არ უნდა გადავდოთ და არ უნდა დავაყოვნოთ. იმიტომ რომ ადრეულად მიგნებული დაავადებები ყოველთვის ბევრად უფრო მარტივი სამართავია. შევეხ მოვჭით, წავედი საოპერაციაში. კარგად, აბა, დროებით.